ბიტი შემოვიდა, Thug Life-ი, Gangsta. იქავრობის ბოსები არიან, ფართო სიარულით დადიან. აბა სად მიდისო? მოდი ბარემ იმ წოდებს გავყვებიო. აი ესე თქვა. აი ტრაკის კადრს ველოდები. და თუ იქნება ტრაკის კადრი. ცუცუები უფრო ხშირად არის. მაგრამ არც ესაა ცუდი. ტიპი თეთრმა ისურში მასონური ჯაჭვით. და ყველა ტიპი კლიპში ძალიან დონედ გამოიყურება. და ბენდენიან გიშტიპს რაღაცნაირად რო აცვია, ნიტო იმპურად, ნიტო განგსტერულად. მინდა ვეძმა კაცო ცალკე. დოხუიაჩურებია. ძალიან ბევრნი არიან. ერთთან ვერც გაჩერდები. იცი რა, Playboy-ის სასახლეს გავს. ეგრე მგონია. იმიტომ რომ ყველგან ეს ციხე-სიმაგრის რელიეფები არის. მესიჯს მგონი მივუხდი. უბრალოდ მოწიე მოსაწევი, დალია და გაერთე. ძალიან მომწონს ინსტრუმენტალი. კაი გიტარაა. მოწევას მთავაზობს, ხო? ანუ დაკერვას გასწავლის რა, უბრალოდ მიდი გოგოსთან და ესექენი. ეს ტიპი სულ მოძრაობს ამ ტანსაცვლით. ყველგან. დონე ფეხსაცვლით. წარმოვიდგენ ხალხს, რომლებიც ერთობიან და თვალს რომ ვახელ, იგივეს ვხედავ. ხალხი დადის იქით აქეთ და ერთობა. ეს არის მხიარული, მსუბუქი პარტი სონგი. და ვიდეოც ისეთია, რომ ეს ვეში უნდა იკვრებოდეს ამ ტუსოვკაზე. რას აპირებს? ხო არ მოგდა? ნერვიულობ. ბოლო კადრი იყო. ჯანდაბა, რატომ კარგავ რიგით უკვე მეორე კლიპში მეგობარს? ამ ტიპს ქვია შავი პრინცი? საშინლად თეთრია. ნუ შეხედე. White boy-ა თავიდან ბოლომდე. Guy. Tesli როჟა ჩანს. ტუსოვკაზე სიამოვნებით ვეძმაკაცებოდი, მაგრამ ტუსოვკის გარეთ არ ამგონია. იმედია მანქანა არ გაიტანს. აქტიური მოძრაობა უკანა ფონზე. ტიპი თავისთვის ეირნობს პარკში, შესტიკულირებს, შვენივრად როგორც ყველა რეპერს შეშვენის. იმიტომ რომ ისინი გზავნილს გვაწვდიან, ხანდახან ხელებითაც. კამერა მასთან ერთად მოძრაობს. ის დადის და მეც დავყვებისავით. ის ჩემს შეშინებას ცდილობს. მე ნამდვილად არ შევეცდებოდი მის გაჩერებას. ნეტა რას ამბობს უკვე ერთი წუთია ჩემკენ მოდის. და შეიძლება ყველაფერი. არა. ისე არის. ნეტა რას ამბობს. ხელებით ბევრს ლაპარაკობს. გამოგარია. უკან ზაღლავოზი მოდის და ციმციმებს. ანუ წირი მოძრაობა ამ ქუჩაზე და ერთადერთი მენტებმა და კიდე რაღაც მანქანამ გამოიარა. პოლიციის მანქანაა. ან სასტრაფოს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არც ერთ ვარიანტში შიგნით ჯამთელი არავინ წის. რა ვქნა ასეთი შეხედულებები მაქვს. სხვა არაფერი არ იცვლება ვიდეოში. მანქანების გარდა. იცი რაღაც საკაიფო ადგილია. კი, დამაინტერესა, მაგრამ აქ ენის ბარიერია. მე მაინც მშვიდი ჩუაკი მგონია. ისეთი ტიპია რა, რომ მიღრიალოს მივალ და ვეთყვი. წამო ერთი ლუდი მოუცხოთ შეჩემა. ის ჩემს მოკლას აშკარად არ ცდილობს. ცოტა გაბრაზებული ჩანს, მაგრამ ეგ არაფერი. პატივს ვცემ მის შემართებას. თუმცა არ ვიცი რაზე ბაზრობს. ის გაჩერდა და მე კიდევ ვაგზელებ სიარულს. ის მობრუნდა და მიდის. თითქოს და მითხრა, თავისი სათქმელი და დაამთავრა. ამ ტუსოვკის მერე აღარ ვიმეგობრებ თქო. ხო ვთქვი? ეს წინას ბევრად ჯობია მგონი. უფრო ენერგიულია და უფრო ბევრს მოძრაობს. ენა არ მესმის, მაგრამ პატერნებს უსმენ მის მეტყველებაში. ბიც თუ უხდება. მომეწონა კამერა როგორ მუშაობს. იმის მიუხედავად რომ გარემო არ იცვლება. ძალიან კარგი კონტაქტი აქვს კამერასთან. კარგია რომ ბევრს მოძრაობს, იმიტომ რომ
ალბათ მოსაწყენი იქნებოდა, რომ ერთ ადგილას მგარიყო. საინტერესო საყურებელია. სიამოვნებს მისი ყურება. მეცინება, როცა ვხედავ ტელეფონს რომ უყურებს. იმედია, იმიტომ არ იყურება, რომ ტექსტი წაიკითხოს. Flows უსმენ. არც ისე ცუდია. ალბათ უფრო მუსიკას უნდა მივაქციო ყურადღება და მის მოძრაობებს. და ხო, კიდევ ერთხელ შეხედა ტელეფონს. ტრეკი საინტერესოა, წინაზე უფრო მეტად საცეკვაო არის. ბევრი არაფერი არ ხდება. უფრო ალბათ პერფორმანსის ვიდეოა. მარტო მისი გამოსახულებაა. სხვას ვერაფერს ვერ ვხედავ. მარტო ისაა და მიკროფონი.